Საგმოსნობელ დირექტორთან ბატონ გოგიტა თოდრაძესთან გადავალ სიტყვით ბატონ გოგიტა მოგესალმებით მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და აღვნიშნე რომ ჩვენი ყველა მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქსტატის ძალიან ვალიდურ მონაცემებს ეყრდნობა ყოველთვის თუმცა ყველა მაჩვენებელი მაშინ არის რელევანტური როდესაც ვიცით რამდენი ვართ საქართველოს მოსახლეობა ვინაიდან ასე გაიზომება უმუშევრობა კლიანტი და პროდუქცია ასე შემდეგ ასე შემდეგ ბოლო მაჩვენებლები როგორია თქვენ საბოლოო შედეგები გქონდათ უკვე ამ კუთხით მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ უკვე მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცხოვრობს 3.930.000 კაცი. აქედან თბილისის მაცხოვრებელთა რიცხოვნობა განსაზღვრულია 1.331.000-ით. სხვათა შორის თბილისის მოსახლეობა გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია დაახლოებით 20%-ით, ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. დიახ, 153.000-დან 236.000-მდე და ზოგადად აღწერის შედეგად ვლინდება ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. თუ ადრე ქალაქ დასახლებაში 57% ცხოვრობდა დაახლოებით 62.5% ქალაქად ცხოვრობს დღეს. ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 96.1% გახლავთ საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი დაახლოებით 3.4% ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ასევე საინტერესოა ანუ ეს დაითვლება საერთო რაოდენობას ჩვეულებრივ თუ განუმარტოთ მოსახლეობას. ბატონო? რომ განუმარტოთ მოსახლეობას, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ, ასევე საერთო მაჩვენებელში. დიახ, რა თქმა უნდა. ანუ აღწერის დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს პირები, რომლებიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე დაახლოებით 134.000 კაცია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სხვადასხვა ეროვნების მიხედვით. ასევე აღსანიშნავია, რომ 84%-ია დაახლოებით ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი და ეს მაჩვენებელი გაზრდილია გასული 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.5%-ით. მოსახლეობის 82% გახლავთ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია დაახლოებით 126.000 კაცით და ასევე საინტერესოა ის რომ მოსახლეობის 85%-ისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს ქართული. დანარჩენი ენები, მაგალითად აზერბაიჯანული, სომხური, რუსული მოსდევს ამ. კი ბატონო, მართლა საინტერესო მაჩვენებელია, ძალიან კარგად არის ჩაშლილი და მადლობა ამ ჩაშლისთვის, ვინაიდან მხოლოდ საერთო რაოდენობას ვამბობთ ხოლმე და თითქოს, მაგრამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტია ამ საერთო რაოდენობიდან გავუდგა, მათ შორის ურბანიზაცია აღნიშნეთ, რაც ასევე გარკვეულწილად ლოგიკური პროცესია ეკონომიკური განვითარების ყოველდღიურად თქვა თუსად იქნება მეტი სამუშაო ადგილები და ზრდის მიმართულება, სადაც ზრდის მიმართულებაზე მინდა ვისაუბროთ, თქვენ ასევე გამოვაქვეყნეთ მაისის მაჩვენებლები ამ კუთხით, როგორც გვაქვს სურათი 5 თვის მაჩვენებლების, როგორც შეაფასებდით ამ ნაწილს და კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, რომ რას ვითვლით ხოლმე ძირითადად, როცა ეკონომიკურ დაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ეკონომიკური ზრდის ყოველთვიური მაჩვენებელი ეფუძნება დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს, თუმცა ჩვენ კვარტალური პერიოდულობით ვაქვეყნებთ საკმაოდ კომპლექსური გამოკვლევის შედეგებს, რომელიც უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ბოლო მონაცემების მიხედვით 6.4% გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და აქედან გამომდინარე 5 თვის რეალური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 7.8%. ძირითადი კონტრიბუტორი ამ ეკონომიკურ ზრდაში იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, შემდეგ მოდის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. თუმცა მიუხედავად ამისა, მშენებლობაში და სამთავრობოებით მრეწველობაში კლების ტენდენცია გამოვლინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 15%-ით, იმპორტის მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი. ბოლო პერიოდში აღსანიშნავია დამამუშავებელ მრეწველობაში დადებითი ტენდენციები, რაც ქიმიური მრეწველობის წარმოების გაფართოებას უკავშირდება, ასევე გაზრდილია ნავთობპროდუქტების წარმოების მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირდება. მაგალითად გაზოილი, ნაფტა, მაზუთი და მსგავსი დასახელების ნავთობპროდუქტები. ასევე
უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი ტენდენციები ტრანსპორტის სექტორში ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტთან, როგორც გზავრის გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით და აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად საგარეო ვაჭრობაში განვითარებული დადებითი ტენდენციების პარალელურად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლები. კი ბატონო, აი მართლაც მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური განმარტება ეკონომიკური ზრდის, ვინაიდან სწორედ საქართველოს უპირატესობა არის ის, რომ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ზრდა აქვს საკმაოდ და ესაა თქვენი შეფასებებით აი ამ ნაწილშიც ჩანს. მე აღვნიშნე საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციები და მათ შორის საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეგვიძლია წერილობითაც არ მიმართოთ, იმდენად ბევრი რამ არის თვითონ ვებგვერდზე ან თემატურ პორტალებზე გამოქვეყნებული. თემატური პორტალები განსაკუთრებით სასარგებლოა. როგორც ვიცი, ასევე არაპირებთ გაჩერებას ამ ნაწილში და უახლოეს პერიოდში ძველი თემატურ პორტალებს რა სიახლეები გვაქვს ამ კუთხით? დიახ, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად შეძლოს მომხმარებლებმა ინფორმაციის მიღება, რისთვისაც ვებსაიტზე განსაკუთრებით უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას დებთ და ინტერაქტიულ პლატფორმებს ვთავაზობთ მათ. ზოგადად ეხლა მომდევნო კვირაში ჩვენ გვეგმავთ კიდევ ერთი ახალი ინტერაქტიული პლატფორმის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. ეს გახლავთ ეკონომიკური საქმიანობის სახის განსაზღვრის, ასე ვთქვათ, ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. მას საფუძვლად უდევს ჩვენი პროგრამისტების მიერ შემუშავებული ალგორითმები, რასაკვირველია და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ეკონომიკური სუბიექტებისთვის პირველ რიგში და ნებისმიერი ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის, რომ განსაზღვრონ, რომელი საქმიანობის სახეს, რომელი კლასიფიკაციის კოდი შეესაბამება და ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეამცირებს დატვირთვას ჩვენი თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც პასუხობენ სხვადასხვა ათეულობით 1000 ზარს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. კი ბატონო, ერთის მხრივ თანამშრომლებიც რა თქმა უნდა კომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი კომფორტია მართლაც ბიზნეს სუბიექტებისთვის ეს ნაწილი. აუცილებლად გეწვევით, როდესაც გექნებათ პორტალის პრეზენტაცია, როგორც წესი ვპატიჟებთ ხოლმე და იმიტომ რომ მედიისთვის საქმეში ყოველთვის განსაკუთრებულად გახსნიან და აუცილებლად მინდა კითხოთ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, არაერთხელ გამისვავს ხაზი თქვენს აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, როგორია მიმდინარე ტენდენციები, ვნახეთ რამოდენიმე ვიზიტი და გეგმები ასევე მიმდინარე წლის ბოლომდე, ნახევარწელი განვლეთ და ნახევარწელი წინ გვაქვს. დიახ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის საერთაშორისო თანამშრომლობაში, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია, რომლის აქტიური წევრიც ვართ, რომლის ბიუროს აქტიური წევრიც ვართ, პირადად მე აღნიშნული ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი გახლავართ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ევროპის, ასევე ამერიკის და აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ამტკიცებს იმ საერთაშორისო მეთოდოლოგიებს და გაიდლაინებს, რომლითაც ხელმძღვანელობს დანარჩენი მსოფლიო. ძირითადად ეს ეკონომიკურ მიმართულებას ასახავს. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის თანამშრომლობები კვლავ გაგრძელდება მომავალში და ჩვენი სამსახური განაგრძობს ამ თანამშრომლობას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას სხვადასხვა ასპექტში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავოთ ბატონ გოგიტა კიდევ ერთხელ ჩვენ ველოდებით მუდმივ სიახლეებს საქსტატისგან და ამავდროულად დარწმუნებული ვარ არაერთხელ მოგვიწევს სხვა საკითხების შეფასება ამ თვალსაზრისით. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია.